გელით ახლო მომავალში მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიკანა არკანა, ჩემი სახელი არის ვიქტორია და მოდით ვნახოთ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში 3 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით, უკაცრავად ვწაფეთად გავითიშე, გამეთიშე გონება. გაშლა გვექნება 2 ვარიანტიანი. უნდა ირჩიოთ ერთ-ერთი, რომელიც მეტად მოგიზიდავთ და პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ აუცილებლად პირადში, რადგანაც პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. და მასშტაბად ვნახავთ, აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში და რა ელოდება მეორე ვარიანტს. თქვენსაც ახლავე დავამატებთ. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი არჩიეთ თქვენთვის სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციისთვის აუცილებლად მომწერეთ პირადში, მეგობრებო. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში და წამყვანი ენერგია აქ გამოვიდა უფროსი არკანი იმპერატორი კაცი. პირველ რიგში აქ ჩანს გარკვეული სტატუსის ზრდა, რეპუტაციის ზრდა, შინაგანი ზრდა, თავდაჯერებულობის ზრდა. აქამდე თუ თქვენ გქონდათ რაღაც გარკვეული პრობლემები თავდაჯერებულობასთან დაკავშირებით, ან ეჭვი გეპარებოდათ საკუთარ თავში, ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენი თავდაჯერებულობა და თქვენი რწმენა საკუთარ თავში აუცილებლად გაიზრდება. სავსებით შესაძლებელია, სხვათა შორის ეს იყოს გამოწვეული გაარე მოვლენებით, მაგალითად მიიღოთ რაღაც თქვენთვის მოულოდნელი აღიარებები, მიიღოთ აღიარება თუნდაც სამსახურში, ხო? დაწინაურების სახით, კარიერული ზრდის სახით, ზოგადად მიიღოთ რაღაც მეტი ყურადღება, რაღაც სტატუსის ზრდაც სავსებით შესაძლებელია იყოს აქ ბევრი თქვენგანისთვის. მით უმეტეს მამაკაცები, ვინც მიყურებთ, თქვენთვის არის განსაკუთრებით ეს რაღაც სტატუსის და სამსახურის მიმანიშნებელი. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც, მაგრამ აი თითქოს უფრო მამაკაცური ენერგიები წამოვიდა. ასევე დავამატებდი აქ ასეთ რაღაცას, რომ თუ თქვენ გიჭირთ თქვენი პირადი სივრცის დაცვა, ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ პირადი სივრცის დაცვა ცოტა უფრო მკვეთრად ისწავლოთ, მეგობრებო. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. რა გელოდებათ? არკანი კვერთხების მეფე, არკანი კვერთხების ცხრიანი, ხმლების პაჟი, ნახეთ. გარკვეული სტრესული პერიოდი შეიძლება იყოს აქ, რაღაც გადაღლილობა, იგრძნობა ფიზიკურიც და ცოტათი მენტალურიც, მაგრამ ამავდროულად იგრძნობა ისიც, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ეს ნეგატიური პერიოდი დასრულდება. ზოგადად ამ არკანებს, რასაც ვუყურებ, რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს თქვენ უკვე გადიხართ ამ რაღაც პერიოდს, თითქოს ბოლო დღეების ან ბოლო დროის განმავლობაში რაღაც გარკვეულ სიმძიმეს გრძნობთ, თითქოს იყო გარკვეული პროვოკაციები, პროვოკატორები იყვნენ თქვენს ირგვლივ, რომლებიც თქვენ გასწავლიდნენ როგორ უნდა იცხოვროთ, რა უნდა გააკეთოთ და ასე შემდეგ. ნერვები მოგიშალეს ან თითქოს ნერვებს გიშლიან, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ შემეცნებითი იყო თითქოს თქვენთვის ახლო წარსული და ეს ენერგიები პირველი რამდენიმე დღე ძალიან დიდი ალბათობით გაგრძელდება, თუმცა ამავდროულად კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმას, რომ თქვენ ამ ენერგიებიდან გამოდიხართ ამ ენერგიებიდან, თქვენი რაღაც შფოთვები, თქვენი რაღაც ნეგატიური მდგომარეობა უახლოვდება თავის დასასრულს, უახლოვდება თავის კულმინაციას. ასევე ეს ერთი კვირა თქვენთვის ძალიან კარგი და ნაყოფიერი იქნება ყველანაირი სახის გასაუბრებებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, შეთანხმებისთვის, შერიგებისთვის, კლიენტებისთვის, თუ თქვენ მაგალითად რაღაც კლიენტებზე მუშაობთ, ხო, კლიენტების რაოდენობაზე ან ზოგადად რაღაც კონტრაქტებზე, ან ვინმესთან შერიგება თუ გინდათ, ამისათვისაც ძალიან კარგი პერიოდი არის, მაგრამ აი შფოთვები იგრძნობა ძალიან ინტენსიურად. ვისაც გაწუხებთ ხოლმე შფოთვები, არავითარ შემთხვევაში არ აყვეთ თქვენს ნეგატიურ აზრებს. მე რა თქმა უნდა არ გეუბნებით იმას, რომ თქვენი შფოთვები უნდა ჩახრჩოთ, არა, პირიქით თქვენ წარმოიდგინეთ და ხანდახან პირიქით უნდა ჩავღრმავდეთ და დავფიქრდეთ, საიდან მოდის ეს შფოთვა, ვინ შთაგვაგონა ან რა სიტუაციამ შთაგვაგონა და გავარკვიოთ, რომ ეს ფიქრი სრული აბსურდი არის, ხო? მაგრამ ამ ერთი კვირის განმავლობაში პირდაპირ გეტყვით, რა სახის ნეგატიური აზრებიც მოგაწვევათ, აბსოლუტურად ყველა აზრი, 99% იქნება მხოლოდ და მხოლოდ თქვენი შფოთვა და არა თქვენი რეალური აზრები. დაასვენეთ თქვენი ფსიქიკა, დაასვენეთ თქვენი ინფორმაციული ველი. კარგად დააკვირდით იმას, თუ რა სახის ინფორმაციას შთანთქავთ ხოლმე დღის განმავლობაში, გასაგები არის, რომ გვაინტერესებს რა ხდება სამყაროში და ასე შემდეგ, მაგრამ საერთოდ არ არის აუცილებელი ყოველთვის ყოველი ნეგატიური ნიუსი წავიკითხოთ და დავინახოთ, ხო? სამყაროში კარგიც ხდება ბევრი, სამყაროში ცუდიც ხდება ბევრი და ხანდახან უბრალოდ უნდა დავისვენოთ
ნეგატიური ინფორმაციებისგან. კიდევ რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში, თქვენი შინაგანი ძალა გამოიღვიძებს, თვით დისციპლინა, ასკეზის აღება ან რაღაც ვარჯიშის დაწყება ან ფიზიკურ ძალასთან რაც არის კავშირში ამასთან დაკავშირებით, ვისაც რაიმე სახის აქტიურობა აქვს სურდათ, ძალიან კარგი პერიოდი არის იმისათვის, რომ დაიწყოთ. და შინაგან ძალას იგრძნობთ მეგობრებო, შინაგან ძალას. მიუხედავად იმისა, რომ აქ რაღაც თითქოს თქვენი ძველი მეიღვიძებს პერიოდულად და გაშფოთებთ, აი მაინც თქვენი შინაგანი ძალა იღვიძებს, რაღაც ახალი ძალას ვხედავ თქვენში. ასევე ვხედავ იმას, რომ თქვენ მეტად ჩაუღრმავდებით სადღაც თქვენს ემოციებს. რაღაცებს ბევრად უფრო მარტივი თვალით შეხედავთ, რაღაცებს კი პირიქით მეტად, აი ცოტა სხვა თვალით დააკვირდებით თქვენს ემოციებს. ხვდებით ხომ რასაც გულისხმობ. ასევე რაღაც ყურადღებასაც ვგრძნობ, ალერსსაც ვგრძნობ. შესაძლებელია თქვენი თავად გასცეთ ეს ალერსი საკუთარი თავისთვის. რატომაც არა. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, ძალიან დიდი მადლობა გემშვიდობებით და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება ამ ერთი კვირის განმავლობაში და წამყვანი არკანი აქ გახლავთ არკანი ვარსკვლავი. აქაც უფროსი არკანი გვაქვს. როგორც ჩანს, ორივე ვარიანტისთვის საკმაოდ კარმული და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესები იწყება ამ ერთი კვირის განმავლობაში და მეორე ვარიანტი თქვენთან რისი თქმა შემიძლია. პირველეს ყოვლისა, კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, გეტყვით იმას, რომ აქ საფუძველი დაედება ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვან პროცესს, რომელსაც შემდგომ თქვენს რეალობაზე საკმაოდ დიდი ზეგავლენა ექნება, საბედის წერო ზეგავლენა ექნება. ეს არ ნიშნავს არც ცუდს და არც კარგს, უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ თქვენს გადაწყვეტილებებთან, ასევე დაიწყება რაღაც ისეთი პროცესები, რასაც თქვენ დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდით. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ვიღაცის სანუკვარი სურვილი ასრულდეს, ან ბევრად უფრო დიდი ალბათობით ამ სანუკვარი სურვილის ასრულებას რაღაც გარკვეული საფუძველები ჩაედება. იმიტომ რომ ნახეთ, არკანი ვარსკვლავი კი ნიშნავს იმას, რომ რაღაც ასრულდება, რაღაც სასიამოვნო და ასე შემდეგ, მაგრამ ამავდროულად არკანი ვარსკვლავი დროის შესახებ მეტყველებს. ამ ერთი კვირის განმავლობაშივე ნუელოდებით სასწაულებს, მაგრამ იცოდეთ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში რაღაც ისეთი მოვლენები დატრიალდება თქვენს ცხოვრებაში, რომლებიც შემდგომ შემოიტანს თქვენს რეალობაში გარკვეულ სასწაულებს. ასევე თქვენი ეშხი იქნება მაქსიმუმზე, თქვენი ვიზუალი, როდესაც გაქვთ სურვილი, რომ კარგად ლამაზად გამოიწყოთ, ჩაიცვათ მაკიაჟი, აბსოლუტურად მაქსიმალურად გამოამშვანეთ თქვენი კრეატიულობა, განსაკუთრებით გოგონებო თქვენი, იმიტომ რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან მიმზიდველები იქნებით. დავამატოთ არკანები, ხო, შეხედეთ არკანი იმპერატორი კაცი. იცით ახლა ხო, ამ დასტაში ორ-ორი არკანი არის ხოლმე, არ გაგიკვირდეთ. აქაც იმპერატორი კაცი ამოვიდა. თქვენი ქარიზმა, თქვენი ეშხი, თქვენი თავდაჯერებულობა. თავდაჯერებულობაზე მოდის ძალიან ბევრი ენერგია და თასების ცხრიანი. მეგობრებო, აღივსებით ენერგიებით, აღივსებით. ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ აღიარებას მიიღებთ, რამდენ სიმპათიას მიიღებთ ადამიანებისგან. ძალიან ბევრი კომპლიმენტები მოდის თქვენკენ, მოდის ასევე თქვენი მხრიდან რაღაც ძალიან დიდი ზეგავლენა, როდესაც თქვენ ხვდებით იმას, რომ გაქვთ ადამიანებზე ან გაქვთ რაღაც კონკრეტულ საზოგადოებაზე ზეგავლენა, ხო? არა ნეგატიური გაგებით ვამბობ, არამედ დადებითი გაგებით, რომ ადამიანებს მოსწონხართ, ადამიანებს იზიდავთ, ადამიანებს აინტერესებთ და ნახეთ დასტის ძირზე პენტაკლების ცხრიანი. ფინანსების კუთხითაც ძალიან კარგი და გადასარევი კვირა გელოდებათ. მინდა რომ დავამატო კიდევ ორი არკანი, მაგრამ ამავდროულად თან თითქოს არ მინდა რაღაც ისეთი ინფორმაცია ამოვიდეს. კარგით, ვნახოთ კიდევ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. არკანი კვერთხების 2-იანი და არკანი თასების 7-იანი. ნახეთ, თასების 7-იანი კი შემიძლია ამოვიკითხო როგორც ილუზიები, მაგრამ კვერთხების 2-იანთან ერთად დგას. მეგობრებო, თქვენთვის ძალიან ბევრი პერსპექტივა იხსნება. იცით როგორი პერსპექტივები, როდესაც არსებობს ასეთი ფრაზა გლაზარას მიგავცო, როდესაც არც კი იცით რა ამოირჩიოთ, როდესაც ძალიან ბევრი არჩევნის საშუალება გაქვთ. ძალიან ბევრი სცენარი არსებობს თქვენს რეალობაში და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მინდა, ეს კიდე არ მინდა და ასე შემდეგ. რაღაც ასეთ ენერგიებში გხედავთ, სასწაული ენერგიებია, რომლებსაც ასე სიტყვიერად მარტივად ვერ ავხწერ. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს ჩაედება საფუძველი. ძალიან ბევრი ახალი შანსები გამოჩნდება თქვენს რეალობაში. ძალიან ბევრ სასიამოვნო ყურადღებასაც მიიღებთ, მეტად თავდაჯერებულიც გახდებით, ერთადერთი მეგობრებო, არ აგივარდეთ თავში. მეც ნამდვილად ვეღარაფერს დავამატებ, ამაზე დაგემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.